კვერცხი თუ ქათამი? Am კითხვის პასუხი დიდი ხანია სადავოა. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ჯერ ქათამი გაჩნდა, ნაწილი ფიქრობს, რომ ჯერ კვერცხი. ახლა კი დროა რომ განვიხილოთ ყველაზე ლოგიკური თეორია, რომელიც ამ თემას უკავშირდება. მეცნიერთა ვარაუდით, ქათამი დაახლოებით 58,000 წლის წინ გაჩნდა, ხოლო კვერცხი 340 მილიონი წლის წინ. ამის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კვერცხი იყო და შემდეგ ქათამი. მაგრამ მეორე მხრივ, თუ გაჩნდა კვერცხი, რამ გამოჩეკა ის? ასეთი კითხვები უსასრულოდ შეიძლება დაისვას, თუმცა მათ მხოლოდ ერთი ლოგიკური პასუხი აქვს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქათმის ორგანიზმი შეიცავს სპეციალურ პროტეინს, რომლის გარეშეც შეუძლებელია კვერცხის გამოჩეკვა და ემბრიონის განვითარება. მაგრამ ამგვარ პროტეინს ფრინველების უმეტესობაც შეიცავს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ თუ არ არსებობდა ქათამი, მაშინ კვერცხი არა ქათმის, არამედ სრულიად სხვა ფრინველის იყო, რომელმაც განიცადა ერთგვარი ევოლუცია ან მუტაცია, რომელმაც ემბრიონს ქათმის სახე მისცა. შემდეგ კი გავრცელდა და ჩამოყალიბდა სრულიად ახალი სახეობა. სავარაუდოდ, ქათამი გამოიჩეკა თეროპოდი დინოზავრის კვერცხისგან, რომელიც დაახლოებით ადამიანის ზომა იყო. ისინი 225 მილიონი წლის წინ ბინადრობდნენ დედამიწაზე და აღმოჩენილია არაერთი მტკიცებულება, რომ მართლაც არსებობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, ფაქტი ერთია. ქათამი თავისივე კვერცხისგან ვერ გაჩნდებოდა, რადგან თვით ქათამი არ არსებობდა. ის სხვა ფრინველის კვერცხისგან გამოიჩეკა. თქვენ რას ფიქრობთ? რა იყო პირველი, კვერცხი თუ ქათამი?